აი ამ ველური მანქანით უნდა წავიდეთ ახლა თრუსოს ხეობისკენ. ეს კი ბატონი ლევანი, ჩვენი თრუსოს ხეობის ელჩი. მზად ხართ? დიახ. ჩვენ მზად ვართ. კარგი, მაშინ დავიწყოთ გადაბარგება, ალექს. დავიძარით თრუსოს ხეობისკენ, უკვე გადავედით უგზოობაზე. და ვგონებ, ისეთი მანქანით წამოგვიყვანა ლევანიმ, რომ სავარაუდოდ ძალიან ცუდი გზები გველოდება წინ. დიახ. ბევრი წყლები და ბევრი ტალახი. ანუ კარგად გავერთობით. თრუსოს ხეობა მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, თრუსოს უღელტეხილიდან სოფელ კობამდე. ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მეტრია. აქ მოგზაურობა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარს. ის ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირია, თავისი მდინარეებით, არქიტექტურული სტილით და მინერალური წყლებით. შემოვედით თრუსოს ხეობაში და ჩვენი დღევანდელი გადაცემა სრულიად მიეძღვნება თრუსოს ხეობას, იმ თრუსოს, რომელიც იშვიათია და ნაკლებად ცნობილი. აი მაგიტომ აქვს დღეს საქართველოს რუკა, რადგან აი ეს ადგილი სამწუხაროდ 2008 წლის შემდეგ ეს ჩვენი ტერიტორია, მაგრამ ძალიან ახლოს არის საზღვართან, ეგრეთ წოდებულ საზღვართან, აქედან გამომდინარე, აქ შემოსვლა სჭირდება ნებართვა. ამიტომ მე აქ არ ყოფილა 2007 წლის შემდეგ და დღეს აქ ჩამოსვლამ რაღაცნაირად ეს გული ამიჩუყა, კი არა და ამიჩქარა. ხო, ამიჩქარა და ეს ნაწილი თრუსოს ხეობის არის საუკეთესო ამ ხეობაში და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის საერთოდ საქართველოში. და ამას დანამდვილებით შეგვიძლია თქვა. ამ ადგილს ქვია წილისი, ესეც ვთქვათ. ამის იქით ფიზიკურად შეუძლებელია უკვე გასვლა, სამწუხაროდ. და ვართ საქართველოში ერთ-ერთ კი არა და ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტთან ახლოს. საშუალებას რაც შეეხება, შევავსეთ ონლაინ, როგორც ლევანმა გვირჩია, იმიტომ რომ აქ აღარ დავკარგავდით დროს უშუალოდ სასაზღვრო პოლიციაში საათები რომ არ მდგარიყავით, ონლაინ შევავსეთ და ამას აუცილებლად გაჩვენებთ ვიდეოში თუ რა პროცედურებია გასავლელი. მოგეთ დღეს განახებთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ ნახვად, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ადგილს. წავედით. ძალიან ლამაზია. ახლა ვიმყოფებით 2330 მეტრზე. ეს არის სოფელი წილისი. აქ მხოლოდ ერთი სახლი შემორჩა. როგორც ხედავთ, დანარჩენი სულ ნასოფლარი არის რა, ნანგრევები არის. ამის იქით უკვე თერგის სათავე არის. ნუ იქაც შეგვიძლია გავისეირნოთ, ოღონდ კარგამითში. და ძალიან ლამაზი ადგილია და ზაფხულიც ძალიან ლამაზია აქ. ახლა ვიმყოფებით საქართველოში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში სოფელი რესი. ანუ უпростоრად კი ვიცით რომ არის ბოჭორნა თუშეთში და ასევე უშგული, მაგრამ აქ თუ ვინმე დასახლდება ან დაბრუნდება, მაშინმე მიენიჭება ეს სტატუსი. დაახლოებით 2370 მეტრზე ვარ და სოფლის მაღალი ადგილი 2400 მეტრსაც ცდება. სოფელი არის აი ფანტასტიკური ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი კარგი წყობით, კარგი არქიტექტურით არის ნაშენი, არის ქუჩა, სადაც ახლა გამოვიარე. არის სრულად აღჭურვილი ოთახები ეტყობა, მაგრამ სამწუხაროდ უკვე რამოდენიმე ათეული წელია ამ სოფელში არავინ არ ცხოვრობს, აქედან გამომდინარე სოფელი გავერანდა და მით უმეტეს ახლა არის სასაზღვრო ზონაში და შესაბამისად ხალხიც ნაკლები დადის. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მალე მიექცეს ამ სოფელს ყურადღება, რადგან
ის რასაც ახლა ვხედავთ, შეიძლება 5-10 წელიწადში ესეც აღარ დაგვხდეს და უფრო მეტი ნანგრევი იყოს. არის ფანტასტიკური ხედები და ვინც კი მოხვდებით აქ, არ ვიცი, ემოციებს, არ ვიცი, ენა ვერ გამოთქვამს, ქართული არ ყოფნის, რომ ეს ყველაფერი ვთქვათ, რა მაგარია აქაურება. სოფელში არის იდეალურად შემორჩენილი კიბეები, საფიხვნო ადგილი, სადაც ეს სწორად ჩალაგებული ეს დიდი ეგრეთ წოდებული მეგალითური ქვები. იდეალური სიმეტრია და, არ ვიცი, რაც კი ინფრასტრუქტურა ქონდა სოფელს, ყველაფერი აქვს ამას. სოფელში არის ორი სასაფლაო, ერთი ხდება სოფლის დასაწყისში ქვევით. ალბათ ის უფრო ახალი სასაფლაო, რადგან ეტყობა რომ დაახლოებით 30-იან, 40-იან, 50-იან წლებში აქ ჯერ კიდევ ცხოვრობდა ხალხი, მაგრამ დაიცალა სოფელი. ხოლო ზევით არის ამაღლების ეკლესია და ძირითადი სასაფლაო სოფლის სწორედ აქ მდებარეობდა და ეს არის სოფლის ყველაზე მაღალი წერტილი. ეხლა ვიმყოფებით სოფელ ტებში. აქ ზაფხულობით ცხოვრობენ ხოლმე ბერები. აქ ყავთ ხოლმე საქონელი, აწარმოებენ ყველს და მერე გადის აქედან ის ყველი და დარიალში იყიდება ესე რომ. სხვა რა შეგვიძლია ვთქვათ ამ იმაზე, ძალიან ლამაზი სოფელია. ძალიან მაგრად მიყვარს და ზოგი რაღაცები აღდგენილი არის უკვე და იმედია რომ მომავალშიც რაღაცები აღდგება აქ. თავდაპირველად გვქონდა დაგეგმილი, რომ სხვა ცოტა დიდ სოფელში დავრჩენილიყავით, მაგრამ უკვე გვაღამდება დრო, კი სწორად გავთვალეთ, მაგრამ ვერ გავთვალეთ ის, რომ ასეთი საოცარი ადგილებია ირგვლივ და აი ყოველ სოფელს ალბათ 3-4 საათი სულ მცირე უნდა დაუთმო. ჩვენ კიდევ დროის უქონლობის გამო 1 საათზე მეტი ვერ ვჩერდებით. ამიტომ მოგვიწია ამ პატარა სოფელში გაჩერება, მაგრამ როგორც ლევანიმ თქვა, ცოტა სახიფათო არის გარეთ კარვებით დარჩენა, მით უმეტეს მაღალ ადგილებში, იმიტომ რომ გლების ხროვა შეინიშნება საკმაოდ ხშირად და საკმაოდ დაბლა ჩამოდიან. კოტინას ფეხი ვიპოვეთ თან, ახალი შეჭმულია აშკარად. გადავწყვეტ რუსოს გადაღება, რაღაცებს გადავხედე. სიმართლე გითხრა, ბევრი ამბავი რუსოზე, ანუ ლეგენდარული ამბები რა, თქვა რატო, როგორ, ანაირად გადავხედე და ერთი რაღაცა ძალიან საინტერესო ამბავი ვნახე. რაღაც ძალიან კარგ ზღაპარს გავს. ხო, ეს ბავშვობაში ძველი ქართული ზღაპრის იდეალური შინაარსია.
ესე იგი ასეთი ამბავია, რომ არის სამწვერა დევების ამბავი. სამი წვერი ქონდა? აქ ეს სამწვერა არა, აი მაგას აგიხსნე. ლეგენდა თუ ზღაპარი თუ ისტორია ძალიან გრძელია. უბრალოდ ხა მოვესწრებ მოკლედ მოგიყვეთ. პირველ რიგში ალბათ ყველა ლეგენდა და ისტორია გამომდინარეობს იქიდან, რომ რაღაცა საფუძველი ქონდა მას და ზოგადად რუსოს ხეობა მინდათ მნიშვნელოვანი იყო, აქ გადიოდა გზები და აქ ცხოვრებ ადამიანებს ქონდათ საშუალება, რომ რაღაცა ბაჟი შეეკრიბათ ან გაეცილებინათ თუ მოკლედ რაღაც შემოსავალი ამით მიეღოთ და ეს ამბავი არის ესეთი რომ რაღაც გადაწესებული ქონდათ გადასახადი ამ რუსო რომ გაევლოთ. ხო, აი ზუსტად ხო, სავარაუდოდ კი არა, ნამდვილად ესე იყო. ერთადერთი ამბავი, რაც მეტნაკლებად სრული ისტორიით ნახე, ეს იყო სამწვერა დევების ამბავი. ცხოვრობდა თურმე აქ სამი დევი, რომელიც სხვადასხვა მერე იმითი ხვალ რომ გავივლით, შევათვალეთ რომ რაღაც თებს არის მიმსგავსებული, რომ მე ისინი როცა გარდაიცვალნენ თუ მოკვდნენ, მე მთად გადაიქცნენ, თემად გადაიქცნენ და მოგეთ ძალიან დევი ზოგადად უარყოფით პერსონაჟი ხშირ შემთხვევაში და მოგეთ ხეობას პატრონობდნენ და ნებისმიერი ადამიანი ვინც მოინდომებდა აქ გამოვლას, ახდევინებდნენ დიდ ბარს, ანუ აქ გამოვლა იყო ძალიან რთული და საშიში. მოდა ქონდათ სამწვერას რატო ეძახიან? ქონდათ სამი რქა. ამ ძმა დევს რა. ერთი სიმბოლური იყო, ერთი იყო სიძლიერის სიმბოლო, მეორე იყო შიშის სიმბოლო და მესამე იყო რომ სიცრუეში გამოხტეხავდა რა, ვერ მოაწყვევდა. სიცრუის დეტექტორივით რა და ის ადამიანები თუ ვაჭრები თუ ვინც გაივლიდა, ვინც ვერ გაივლიდა აი ამ ბარიერს ტოვებდნენ ხოლმე მონებად. მოგეთ არ ვიცი რამდენად ზღაპრული ამბავია და ესე გრძელდებოდა დიდხანს და ძალიან ბევრი აქ ყოლიათა ოსტატები, საუბარი ოსტატები, ქართველები, სკვითები და რა ვიცი უამრავი ვიღაცაა ნახსენები და ეს ყველაფერი ასე გრძელდებოდა და ბოლოს იმდენად გათავისუფლა რომ მთები გავუზრდიათ და ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა აქ შემოსვლა და უფრო მეტ სახტევინებდნენ ალბათ. და ეს ყველაფერი გაგრძელდა სანამ არ გამოჩნდა ერთი მონაზონი. უბრალოდ მონაზონს დღეს ვეძახით ხოლმე, რატომღაც წარმოგიდგენია ხოლმე. ქალბატონი მონაზონი ზოგადად არის ბერი. მონაზონი არის, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც მთლიანად თავის ცხოვრებას უძღვნის ღმერთს და მოკლედ ერთ-ერთი მოხუცი ბერი მოსულა აქ და მისთვის მოუწყვიათ გამოცდა. ახლა აღარ გავაგრძელებ ბევრს. ანუ ჩააბარა ყველაფერი? პირველი შიში, ანუ ძალის დემონსტრირება, ამოიღო ხმალი და ჩაარჭო მიწაში და უთხრა, აბაო ამოიღეო. მეო ამ ხმალსო არ შევეხებიო. და შეეხო მხოლოდ მიწას და ეს ხმალი საიფერფლა და გადაიქცა მიწად. შემდეგ იგივე მოვიდა შიშის დამცვეთეს ქას ხმალი რა. და აჰა. ამოიღე ალექს. ან დაფერფლე არა. ვერ დავფერფლო, მაგრამ აი მოგე ძალიან ვარ შევაწყდოთ ჩვენი მაყურებელი. მადლობა. სიცრუით ყველაფერი გაიარა, უბრალოდ ვისაც გაინტერესებთ ამ ამბის ტექსტს დაურთავთ ვიდეოს YouTube-ზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ. და საბოლოო ჯამში ამის შემდეგ დევები გაქცეულან, შემდეგ მათი კვალი იკარგება, შემდეგ ისინი გარდაიცვლებიან თუ დაიღუპებიან თუ როგორ არ ვიცი და გადაიქცევიან მთებად, რომელიღაცა ხეობაში გავს აი და მათი სისხლიდან თუ მათი იმიდან გამოვიდა ამდენი მინერალური წყალი და რაც ძალიან საინტერესოა. მანამდე ამ რუსოს ხეობას ეძახდნენ ნისლით და ბურუსით მოცულ ადგილს, სადაც გავლაც კი საშიში იყო. ანუ Twilight-ის პერსონაჟების დაახლოებით ვარიანტია რა. და ამის შემდეგ როცა დევები დამარცხებულა, ხეობა გახსნილა, გაფართოებულა და ხალხს დაუწყია უკვე აქედან სიარული და დევებიდან აღმოცნებულა ბევრი მინერალური წყალი, ანუ ჟანგიანი წყალი, რაც ძალიან ბევრია დღეს რკინის წყალს რო ვეძახით. ხო, ძალიან ბევრია, თეთრიც, წითელიც, ნარინჯისფერი და აი ესეთი საინტერესო ისტორია. ეხლა ძალიან გაგვშით შეიძლება ზუსტად ვერ მომყევით, მაგრამ დაახლოებით ესეთი ლეგენდაა, როგორ ამარცხებს ერთი მონაზონი, რომელიც სხვადასხვა გადმოდის სამხრეთი, ანუ მთის იქიდან.
ანუ არ არის აქაური და არ ჩრდილოეთიდან მოსული, სამხრეთიდან მოსული ბერია და შესაძლოა ეს კიდევ სიმბოლიზებდეს სიმბოლურად გადმოსცემდეს ქრისტიანობის გავრცელებასაც საქართველოში, უბრალოდ კონკრეტულად ხევში. არ ვიცი, თუ იმას გაქვთ რამე ამბავი და ისტორია, შეგიძლიათ მოგწეროთ და გითხრათ. ძალიან საინტერესო იყო. და მე თვალები დამეწოვა სოფელში. როგორ ყვებოდი? მე რამდენ სიტყვებს რამდენს რაც მე ყვავლი. სათვალე შველის თქო. არა, თვალებს, მაგრამ პირში ხო ჩადის ეს ყვავლი და ყლაპა. კარგი იყო. აი ესე დამთავრდა, აი ნიშანი დებებისგან ფერფლად იქცევა, მიწად იქცევა. კარგი იყო. კარგია, კარგი. ფუნებში ამაყენენ. აუ, იმედია ვიღებდით ეხლა ყოს. მეთქი ასაყენებლად მოდი. იმედი. ეს რაღაც მაჩუქა მეგობარმა, რომელიც ჯერ არ გამომიყენებია არასოდეს. ეს არის გამათბობელი, რომელიც აქტიურდება აი აქ რაღაც რომ დაცურავს იმის დაწკაპუნებით. აბა ვეცდები ახლა ეს დავაწყაპუნო და რაღაც რეაქციაში შევა. აი მე რა საინტერესოა. აი მე როგორი ცხელია უკვე. მეტავ რამდენი ხანი და გამაგრდა. აი მთლიანად არის გამაგრებული. დიდი ხანი ვერ ვადებ ხელს. მოკლედ აი ასეთ სიტუაციაში ნამდვილად გამოსადეგი რამ არის. ახლა ამასაც ჩავიდებ საძილე ტომარაში და გემრიელად ტკბილად დავიძინებ. აი რა მაგარი დილა გათენდა. გაიღვიძე შენც? Hello. როგორ გეძინა? რა მშვენი რა ციოდა სადაც ღამის დილის 5-ისკენ შემცივდა. კარგი საძილი არ მქონდა და იმიტომ. ისე კარგად მეძინა, ისე კარგად, აი არ ვიცი, კარგი ხანი არ ვძინებია ასე. ხამე არც არაფერს არ შეუწუხები ვარ. ახლა ალბათ შენ ჩაის გააკეთებ და ყავას ვგონებ. ხა? ალბათ. აუ ისეთი ხედები არის რომ რა ვიცი. გაიხედე ნახე რა ხდება. გათენდა არაჩვეულებრივი დილა და ეს ნასოფლარი არის ბურმა ხევი, რომელიც მდებარეობს 2250 მეტრზე. უშკულზე ოდნავ მაღალზე ვიმყოფებით ამ წუთში. ყველანაირი ტექნიკა გაგვეყინა თუ კი რამე გქონდა თან და ახლა ვცდილობთ რომ გავათბოთ მანქანაში. მანამდე კი მოგიყვებით ამ სოფელთან დაკავშირებით. გუშინ რომ გავაზიარე ეს ინფორმაცია თრუსოსთან დაკავშირებით Facebook-ზე, საკმაოდ ისეთი რთული დებატები გაიხსნა, რომ არ გვჭირდება აქ საშვი, მე ვწერდი რომ გვჭირდება და ასე შემდეგ. საშვი აუცილებლად გვჭირდება აქ მოსახვედრად. ერთადერთი თრუსოს ხეობის ის ნაწილი, რომელიც არის ზაქაგორამდე, მან არ გვჭირდება საშვი. ზაქაგორის აქეთ ყველგან საჭიროა საშვი და ეს კარგად დაიმახსოვრეთ და ინფორმაცია შეინახეთ. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ 63 ადამიანი ცხოვრობდა. სამწუხაროდ მას შემდეგ უკვე შემდეგი აღწერა, რომელიც ჩატარდა 2002 წელს, უკვე აჩვენებდა, რომ აქ არავინ აღარ ცხოვრობდა. სადღაც აი 30-იან, 40-იან, 50-იან წლებში დაიცალა თითქმის ყველა ეს სოფელი, რაც არის თრუსოს აქეთ ხეობაში. ასეთი მოუვლელი არის ყველა ადგილი. სავარაუდოდ თვითონ ის ხალხი, ვინც აქ წყემსობს, ისინიც ნაკლებად უვლიან, ან ნაკლებად ინარჩუნებენ ამ ადგილებს და შენობებს. კარგი იქნებოდა, რომ ამას რაღაცნაირად მიეხედოს.
არასოფლებიც მოვიარეთ. ხევსურეთისგან, სვანეთისგან განსხვავებით, აქ გვხვდება მხოლოდ ერთი კოშკი და არა მაგალითად როგორც სვანეთში ყველა გვარს თავისი კოშკი აქვს, ან ყველა ოჯახს თავისი კოშკი აქვს. აქ არის მხოლოდ ერთი კოშკი და ირგვლივ უკვე საცხოვრებელი სახლები, რაღაც სათადარიგო შენობები და ასე შემდეგ. და დაახლოებით 20-30 ოჯახი ცხოვრობს აი ამ ერთი კოშკის ირგვლივ. ხო, განსხვავებული ყველა კუთხეს ჰქონდა მართლა განსხვავებული არქიტექტურა, კოშკის დიზაინიც თუ შეიძლება ასე ვთქვათ განსხვავდება და ამით არის გამორჩეული ჩვენი საქართველოს მთიანეთი, ზოგადად მთიანი მხარე, რომ ყველას აქვს რაღაც თავისი განსაკუთრებული არქიტექტურული სტილი. და ეს სოფელი, სადაც ახლა გავჩერდით, ქართ სოფელი, ძალიან საინტერესო სახელია, არ ვიცი, ვერ მივაკვლიეთ რა საიდან მომდინარეობს, მაგრამ ქართების სოფელი, ესე შეიძლება ანუ ქართველების სოფელი, ესე შეიძლება დავარქვათ. აქ ხდება 4 კოშკი, რაც ძალიან იშვიათია, როგორც ილინამ თქვა, იდეალურად არის 1, იშვიათ გამოკის შემთხვევაში 2, მაგრამ აქ არის 4. და აქ არის სავარაუდოდ შესაძლებელია, რომ დასახლდა ხალხი, რომელიც ამოვიდა, ვთქვათ, საქართველოს სხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე ინფორმაცია ვერ მოვიძიებთ, რადგან სამწუხაროდ რუსოს ხეობა არის ნაკლებად გამოკვლეული და მით უმეტეს სოფელი კი არა, ხეობა მთლიანად როცა დაიცალა და არც მას შემდეგ და არც მანამდე ფაქტიურად არ გვაქვს არანაირი კვლევა ჩატარებული. ძალიან მწირი ინფორმაცია არის, უბრალოდ დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობდა, რა ქვია სოფელს და როდის დაიცალა. მეტი არანაირი. აი წარმოიდგინე, ანუ ეთნოგრაფიული, კულინარიული ეს იყო გზაჯვარედინი, ეს იყო უნიკალური მხარე, სადაც ცხოვრობდნენ ქართველები, ცხოვრობდნენ ოსები და იყო სამხედრო საქართველოს მთავარ გზასთან და ერთ-ერთი მისი განშტოებასაც კი წარმოადგენდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამე არის ჯერ კიდევ გამოსაძიებელი, თუ რამე შეიძლება მოიძიო ახლა ამდენი წლის გასვლის შემდეგ. აი სოფელში ხეტიალის და ბოდიალის დროს დავაკვირდით და აი ეს კოშკი და მეორე კოშკი, რომელიც აი ცოტა აქეთ არის, განსხვავებულია არქიტექტურით სხვა კოშკებისგან, ანუ დანარჩენი 2-ისგან და უფრო წააგავს დაახლოებით ხევსურულ თუშურ სტილის კოშკებს და განსხვავებულია, ვთქვათ, რაც ხდება რუსოს ხეობაში. და შესაძლოა კოშკების დიდი რაოდენობა აქ განპირობებული იყო იმით, რომ ვთქვათ, მოხდა დასახლება, ვთქვათ, შეიძლება შესაძლოა ხევსურეთიდან, ან შეიძლება რომელიმე სხვა მხარიდან და მათ სათავისო კოშკი ააგეს, რადგან უკვე სხვადასხვა გვარები ცხოვრობდნენ აი აქ, აი ამ სოფელში. ნუ არ ვიცი, ვერცი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს კოშკი და მეორე ძალიან განსხვავებულია იმ სხვა დანარჩენი 2-ისგან.
ამ კიბეზე დადიოდა ხალხი, უბრალოდ იყენებდნენ ჩვეულებრისამებრ. ეს სახლები და მათი უმეტესობა იყო აბსოლუტურად კარგ მდგომარეობაში და სოფელი დაიცალა მე-20 საუკუნეში სრულად. როგორც მთელი ხეობა, ამაზე უკვე ცოტათი ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა ვიტყვი ძირითად მიზეზებს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ახლა ვარ სოფელ დესში, რომელიც ჩანს ზაქაგორიდან წინ ძალიან კარგად და საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელი იყო. დაახლოებით 160-170 ადამიანი ცხოვრობდა 100 წლის წინ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს იყო რამოდენიმე მიზეზი. ერთი მიზეზი იყო ის, რომ არ მოხდა მაშინ უკვე თანამედროვე კომუნიკაციების გაყვანა, ეს არის გზის გაუმჯობესება, ელექტროენერგიის და გაზიფიცირება მით უმეტეს, რაც მოხდა თქვათ სტეფანწმინდის სხვა რაიონებში, ის არ მოხდა თრუსოს ხეობაში, რამაც გამოიწვია მოსახლეობის მიგრაციის დაწყება და ამას დაემატა კიდევ სხვა რამ მოვლენები და ბოლოს უკვე 50-იან 60-იან წლებში ხეობა ფაქტიურად დაცარიელებულია, არის რამოდენიმე ათეული ოჯახი დარჩენილი სრულად და უკვე 70-იან 80-იან წლებში თითქმის მთლიანად დაცარიელდა, მხოლოდ ქვევით გზასთან ახლოს არის რამოდენიმე ოჯახი დარჩენილი. ეს არის, რა ვიცი, უდიდესი საგანძური და ძალიან მაგარი იქნება, რომ პირველ რიგში დაიწყოს ამ ადგილების კონსერვაცია, გაუმჯობესდეს მინიმალური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ის ადამიანები, ვინც არიან ამ ხეობიდან წასულები, რომ მათ ან სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაბრუნდნენ და აქ რაღაც გააკეთონ. Იმიტომ რომ ეს არის, რა ვიცი, საოცრად ვერ ვძღები, ვერ ვძღებით, ამ ვიმეორებთ ბოდიშკი ხდით, მაგრამ თქვენ როცა მოხვდებით აქ, იგივე ემოციები გექნება დარწმუნებული ვარ. როგორც იქნა მოახდინეთ სუატიში, სოფელი არის გავერანებული პირდაპირ ამ სიტუაციის მნიშვნელობით, რადგან აქ ბევრი სოფლის განსხვავებით 30-50 წლის წინათ ჯერ კიდევ იყო მოსახლეობა, რამოდენიმე ოჯახი მაინც. და როგორც ლევონმა გვითხრა, ჯერ კიდევ ზოგიერთ სახლს ჰქონდა კარფანჭრები, მაგრამ რა ყველაზე მნიშვნელოვანი და მომხიბლი რაც ამ სოფელში არის გარდა იმ არქიტექტურისა, რაც ახასიათებს თრუსოს სხვა სოფლებს, არის აი ეს ეკლესია, სამების ქვედა ეკლესია,
და ძალიან თქო მიაქცეთ ყურადღება სამების ქვედა ეკლესია 3352 მეტრზე ზღვის დონიდან გავზომეთ. 3352 არის შუა ეკლესია და არის სამების ზედა ეკლესია, რომელიც არის დაახლოებით 3200 მეტრზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ნაშენი ეკლესია მთელ საქართველოში, ანუ აშენებული გამოქვაბულებს არ გულისხმობ. მაგალითად ბეთლემის გამოქვაბული როგორიც არის. ძალიან საინტერესო ფაქტია, ძალიან დიდი ქვებით არის ნაშენი და გამოარჩევს თრუსოს ხეობის სხვა ტაძრებიდან. და ზოგადად სუათისმა ძალიან მოხიბლა, იმიტომ რომ ყველა მხარეს ფანტასტიკური ხედი აქვს. მყინვარი ჩანს. ყველა მწვერვალი ჩანს, ლამის რაც არის თრუსოს ხეობაში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება და ისე გამოვიდა, რომ ამ გადაცემაში წარმოგიდგინეთ მხოლოდ თრუსოს ის ადგილები, რაც ყველამ არ იცის. მაგრამ უნდა აღვნიშნო ის, რომ თუნდაც ის ტრავერტინები, თუნდაც ის აბანოს მინერალური ტბა ან ზაქაგორი შედის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიებში. ეს ადგილიც შედის, ის ხეობაც შედის, ეს ხეობაც შედის. უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს ყაზბეგის ეროვნულ პარკს, რომელიც 1976 წელს ოფიციალურად დაარსდა. თავიდან პატარა ესეთ კუნძულები იყო და შემდეგ უკვე 2007-8 წლიდან უკვე მას შეუერთა დანარჩენი ტერიტორიაც და დაახლოებით 78000 ჰექტარი და მოიცავს საკმაოდ დიდი ტერიტორია, შევამოწმეთ და მალტაზე დიდია. ძალიან ბევრ ქვეყანაზე უფრო დიდი პარკი გვაქვს. და ძალიან მრავალფეროვანია, არ არის ეს ერთიანი, ვიზიტატორთა ცენტრი არის მხოლოდ სტეფანწმინდაში, მაგრამ იქ მისთვის გარეშე შეგიძლიათ პირდაპირ ისწავლოთ აი ამ ყველაფრით და რაც თავარია, თრუსოს ხეობა, აი ხო ნახეთ, როგორი მაგარი რაღაცეები ნახეთ განსაკუთრებით მის უფრო დაფარულ ნაწილში. როგორც მაგარია, ასევე რაღაცა ცევდიანიც არის, იმიტომ რომ აი ეს მოსოფლარებია ეს მიტოვებული და მიტოვებული სოფლები, მიტოვებული და ყველას მოგიწევთ რომ იარეთ, აიღეთ, აი თქვა თრუსოს იმ ნაწილში ხომ დადიხართ, ამ ნაწილშიც იარეთ. ვიცით რომ საშვიჭირდება, შეიძლება ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ აიღეთ და აქ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეგობრები, განსაკუთრებით დიდი მადლობა ლევანს. მიუხედავად იმისა, რომ გყავთ მაღალი გამავლობის მანქანა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ხართ თქვენს თავში, რომ ძალიან კარგად შეგიძლიათ ამ მანქანის მართვა, ეს ხეობა მაინც არის ველური. აქ კალაპოტი, მდინარის კალაპოტი ამ გზებს ცვლის ყოველ წელს კი არა, ყოველ სეზონზე წარმოიდგინეთ და შეიძლება დღეს ამ გზაზე გაიაროთ, მაგრამ ხვალ ის გზა აღარ არსებობდეს. ამიტომ აუცილებლად მცოდნე ადამიანი გჭირდებათ აქ, რომელიც არის ლევანი ჩქარეული სტეფანწმინდიდან და აუცილებლად მას უნდა დაუკავშირდეთ, იმიტომ რომ როგორც საკუთარი სახლი, ისე იცის მთლიანი ეს ხეობა. თან აქვე აღნიშნოთ რომ ვიღაცა იტყვის რომ რუკები ხო არსებობსო, აი ჩართული ქონდა ყველგანს, როდესაც დავდიოდით, აცდენა არის საკმაოდ სერიოზული და ამის რაც მიზეზი არის, რაც შენ თქვი რომ ხეობა, მდინარე ცვლის კალაპოტი იცვლება და შესაბამისად გზა თუ აქეთ არის, შემდეგ 100 მეტრის სიგით იყოს და ძალიან ხშირად ლევანს უწევს ხოლმე ამოთრევა მანქანების და ამიტომ გაითვალისწინებთ. და რატომ ვამბობთ ამ ყველაფერს? რაც მეტი ადამიანი მოვა, მით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ ძალიან მაგარები. ამას მოყვება რომ რაღაც ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, რომ იმისთვის რომ ეს ნასოფლარები აი მინდა რომ რამოდენიმე წელიწადში თუნდაც 1-2 ოჯახი ადამიანი მუდმივად ცხოვრობდეს. ვიცით რომ აქ არის მონასტრები გაიხსნა, ბერები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ აქ ჭირდება საერო ხალხიც და აქ ჭირდება ბევრი ტურიზმისთვის. ეს არის, რა ვიცი, აი ოქროს საბადო. ოქროს საბადო, რომელსაც ვერ ვიყენებთ სათანადოდ. ახლა ისიც თქვა სად ვართ? ეს საოცარი ხედი რა არის ჩვენს უკან? ამდენი ვიარეთ, სუატისიდან გამოვიარეთ დაახლოებით ამის კილომეტრი, 2400 მეტრზე ვართ და ჩვენს უკან არის
უდიდესი დიადი მწვერვალები, აი ცოტა მარცხნი, ანუ მარჯვნივ თქვენგან არის მყინვარწვერი. არ ჩანს ახლა აქედან. მისი გამოგრძელებაა სპარტაკი, ორწვერი, სუატისი, ჯიმარა, ყველა სუათისის ტბაც აქეთ არის. ანუ აქ ლაშქრობას თუ გადაწყვეტთ, ეს გზა გექნებათ გამოსავლელი. ოღონდ საშვი უნდა აიღოთ. საშვი, აი, ყველგან უნდა გავიმეორო 10 ჯერ. საშვი არის აუცილებელი. ანუ ზაქა გორის იქით, ხო, შეგაწყდეთ თავი, ცოტა გრძელი დამშვიდობება გამოგვივიდა, მაგრამ აი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლევან პირადად შენ, რომ მოგეხმარე და გვაჩვენი მაგარი ადგილები და მეორე მობრძანდით გელით რუსოს ხეობა, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში. მადლობა თქვენ ბატონო ალექსანდრე, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. ვაგრძელებთ მოგზაურობას საქართველოში და ვბრუნდებით კასპის რაიონში. წინ გველოდება სხვილოს ციხე, ამილახვრების სასახლე და ქართული არქიტექტურის შედევრი სამთავისის ტაძარი.